მოგესალმებით მეგობრებო TV Plus-ის ეთერიდან გადაცემა მეფუტკრეობა. დღევანდელი თემა არის დიდი მოცულობის საკითხებად დავყავი და ამ საკითხების მიხედვით ვისაუბრებთ. შემოსული საკითხებიდან ბევრი ადრეც გითხარით და ნელ-ნელა ამას განვიხილავთ, თუმცა ეს ყველაფერი არის მთლიანობაში ერთ თემად მოქცეული, მაგრამ მრავალ საკითხიანია და ეხლა განვიხილოთ აი ამ ეტაპზე, მაგალითად ცოტა ხანში ფუტკრის ხილვა რომ იქნება და გასინჯვა, ბევრ პრობლემებს წავაწყდებით და ეხლა ერთ-ერთი საკითხი არის გამომწვევი მიზეზების კაში ესე იგი ობის გამომწვევი მიზეზები. ესე იგი გამომწვევი მიზეზი ობის ძირითადად არის უამრავი რამ, მეგობრებო, სინესტე, ესე იგი სკის რადონეზია სკა აწეული მიწიდან მაღლა, რადონეზია დათმუნებული ზამთრისათვის და სკა როგორია, ძველია, ახალია, ამორტიზირებულია, ნაჭრები როგორი გვიფარია, მაღლა ცელოფანი ხო არ გვიფარია. აი რამდენი პრობლემებია ამ ობთან დაკავშირებით, ჩვენ ეს განვიხილეთ ნომერ მე-3 გადაცემაში. და ახლა ცოტა ვილაპარაკოთ, კი ბატონო. ახლა მარტის თვეში თქვენ რომ შეეხებით სკას უკვე და გაინტერესებთ რომ უნდა გასინჯოთ, აუცილებლად ბოლო ფიჭა უნდა ნახოთ კედელთან, რომელიც არის სკის კედელთან, ამოწიოთ ყოველთვის. ის იქ ჩნდება ობი პირველ ჩარჩოზე, მეორეზეც გადმოდის, ოღონდ იმდენად არა. აუცილებელია მეგობრებო, რომ ეს ადრეც გითხარით, სხვა გადაცემაშიც მოვაყოლეთ, რომ აუცილებელია შევცვალოთ მშრალი ფიჭა ჩავდგათ. თუ მაგალითად ეს ობი ძალიან მოდებულია ფიჭაზე 1/4 არის ან მე-5 შეიძლება მოვაჭრათ ის დანარჩენი თაფლიანი რაც არის და დაბლა ნორმალური ის დავტოვოთ და მერე ადრეს გითხარით რომ შეიძლება მაგის ხმარება უკვე ძირითადი ღალიანობა რა იქნება ბოლო ფიჭად რომ ჩაუდგათ. ესე იგი დავიწყოთ აქედან. ესე იგი სკები განლაგებული უნდა იყოს, ადრეს გითხარით, მე პირველ ლექციაზე, პირველ გადაცემაზევე გითხარით, რომ 50 სანტიმეტრზე დაბალი არ უნდა იყოს. მით უმეტეს, სადაც აი მთიანი მხარეებია, სადაც სინესტია და ყოველთვის რაღაც უფრო სიცივეები მეტია. ეხლა მაგალითად ბარში, აი ისეთ ადგილას საჩრალი ადგილებია 40 სანტიმეტრზეც კი შეიძლება სკა დაიდგას, მაგრამ დაიმახსოვრეთ ეს დამწყე მეფუტკრეებზე უფროა გათვალისწინებული, ამას რომ ვლაპარაკობთ. ესე იგი 40 სანტიმეტრზე დაბლა არ უნდა იყოს ფუტკრისგან განლაგებული. ეს ერთი პრობლემა. მეორე, სკა უნდა იყოს აუცილებლად ახალი. ახალი ახლა მთლად ახალი არ არის, 1 წლის 2 წლის შეიძლება იყოს მშრალი, არ უნდა იყოს აი ძველი, უკვე ამორტიზირებული არ უნდა იყოს. მე მგონი კარგად გამიგეთ, ესე იგი ამორტიზირებული, აი წყალო ნამწვიმა რომ მიეშხება, დიდხანს არ უნდადეს გამოშრობა და ესე იგი არ უნდა იწოვდეს გარედან სინესტეს. შემდეგი როდესაც ჩვენ ვაზამთრებთ, იქ ჩარჩო უნდა ჩაუდგათ ისეთი რომელიც აი ყვავილის სტრუა, ისა ჭეო რომელსაც არ აქვს, ის ფიჭა უნდა ჩაუდგათ. ბოლო ფიჭა. იმიტომ რომ თუ ობი მოეკიდა, ჭეოც ობდება და ცუდია, ჯერ ამ ხელას არ ალია, მოგროვილი შეიძლება ზოგჯერ ერთი ფიჭაც არის და ნახევარი და მთელი ფიჭაც კი და ამ დროს ფუტკარი ვეღარ იღებს და ან თუ აიღებს ობიანი ავადმყოფობა გადადის იქიდან. ასე რომ იქ არ უნდა იყოს ჭეო, უნდა იყოს მშრალი ფიჭა და კიდევ რა არის ამასთან დაკავშირებით. ესე იგი გარემო პირობები როგორია ზამთრის, თქვათ
ცივა, ყინავს, თოვლი, ქარი, წვიმებია, აი ეს ცვალებადი ამინდები მოქმედებს, მეგობრებო. შიგნით ხო არის სითბო, შიგნითაც რა თქმა უნდა ცვალებადი სითბოა, მაგალითად ხან მეტია, ხან ნაკლები, ამას ფუტკარი უკვე ვეღარ არეგულირებს, ვინაიდან ის გარეთ ვერ გამოდის და თავისთავად ცხადია, ერთ ადგილას იყრის ეს სიცივე სითბო, ორთქლი და იქ ოფს იყიდებს ჯერ ფუტკრის კედლები, სკის კედლები და მერე გადადის ფიჭაზე. ესე იგი, აუცილებლად უნდა იყოს წეგნაცავ თქვი ფუტკარი, ისა ფუტკრისკა განახლებული, ასევე ფიჭა უნდა იყოს ჭეოს გარეშე ჩადგმული, მერე ზამთრისათვის რო ვაზამთრებთ აუცილებლად იმას ნაჭერი უნდა გადავაფაროთ, ბამბის ნაჭერი რომ სუნთქავი იყოს და ცელოფანი არ უნდა დააფარო, არც პირველი პირად, არც მეორე და საერთოდ ცელოფანი არც უნდა იხმაროთ დაზამთრების დროს. ყველანაირ ვარიანტში ის აუცილებლად პირველი წარმომშობი ობისა ეგ არის, მეგობრებო, შიგნით ჰაერი ტრიალებს, სითბო არ ატარებს, უნდა იყოს გამტარი. რამდენადაც სითბოს აგროვებს, თქვათ, ბალიში, ნაჭერი და რაღაცენდენ გამტარიც უნდა იყოს, სუნთქავი უნდა იყოს კა. ესე იგი, გარემო პირობებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ფიჭა წეგნაცავ თქვი ჭეოიანი არ უნდა ჩაუდგათ ბოლოს. რა თქმა უნდა, სკაზეც დამოკიდებულია, თუ ამორტიზირებული არ არის კა და ამ შემთხვევაში სიმაღლეზე რა დონეზე უნდა დაიდგას კა, სადღაც დაახლოებით უნდა იყოს წეგნაცავ თქვი 40-50 სანტიმეტრზე. ხო, შემდეგი ეს ოფთან დაკავშირებით როგორ უნდა მოვიქცეთ, მეგობრებო? ესე იგი, თუ ისეთნაირად არის, რომ ეხლა გადასაგდებად ზოგჯერ მეც შემწოდებია, რომ აი გაუშვა, თქვათ, სანთელში იქ თაფლი აქვს რაღაცა კილო ნახევარი და რაღაც დაბლა ისა, იმას ჩამოვაჭრი ხოლმე და ვინახავ იმ თაფლიას და მერე უდგავს კას თუ რომელიმეს თაფლი აკლია და იმ თავს რო გამოიღებს, მერე ბოლოს ღალიანობის დროს წეგნაცავ თქვი უდგავ და იმას აშენებს. მართალია 90% სამოვლეს აშენებს, მართალია, მაგრამ ხო თავს ასხავს, ჩამოაშენებს და თავს ჩაასხავს. ისე რომ დად გადასაგდები არ არის. ეს პირველი საკითხი მოვჭით ოფთან დაკავშირებით. ძალიან სიფრთხილე გვმართებს, მეგობრებო, რომ ესე იგი შიგნით ობი არ იშვიათი შემთხვევაა, რომ დიდი ზამთარი თუა გამოიარა დიდი ზამთარი და ობი არ კონდეს ერთ ფიჭას მაინც რა. და კიდევ გამოშრობა როგორ შეიძლება იმ შიგნით მარტ-აპრილში ხო არის აი გასინჯვის დროს კაი ამინდი ემთხვევა, მზე ემთხვევა, რაღაც არის 20 გრადუსამდე თბება, ზოგჯერ მეტიც არის. ამ დროს იმ ჩარჩოს რო ამოიღებ, უნდა ეს გადაწიო ნაჭერი და ის ადგილი გამოაჩინო, მზის სხივები რო დაურტყავს, ის ვიდრე შენ მეორე, მესამე სკას გასინჯავ, ის გამოშრება ის კედელი და მერე ჩაუდგა მშრალ ჩარჩოს. ასე რომ გამოსავალი არის, მეგობრებო. შემდეგი ფუტკრის ძირეულად შემოწმება რამდენჯერ ხდება, მეგობრებო, ეს ძირეულად შემოწმება რას ნიშნავს? იცი? ეხლა ვინც ეს შეკითხვა მომცა ძირეულად შეგდეს, ეს მთლიანად ყველა ჩარჩო რომ უნდა გაწიო, გამოწიო, შეხედო, ჩააწყო ისე, როგორც წესია და კანონი. ესე იგი, ამ დროს ეს არის მთლიანი გადახილვა ჩარჩოების და ფუტკრის სკის. აუცილებლად ეს შემოწმება სამჯერ, მე მაგალითად სამჯერ ვატარებ ადრე გაზაფხულზე, თქვათ აპრილის თვეში, ზოგჯერ თუ წვიმიანი ამინდები დაემთხვა აპრილის ბოლოსაც უწევს, ზოგჯერ აპრილის დასაწყისშიც ამინდებს გააჩნია და მარტის მქონია შემთხვევა მარტის ბოლოსაც კი, რაღაც 25 რიცხვის შემდეგ. მერე როდესაც ღალაზე გადის იმ დროისათვის ფიჭების გადალაგება ხდება რა მხრივ, ესე იგი სადაც ის არის თქვათ ჩარჩოები, ბარტყიანი ჩარჩოები, იმაში ვაქცევთ შუაში, თავში და ბოლოში
თაფლის ჩასხმელად უდგავთ ჩარჩოებს და თან ვაკვირდებით სამამლები ყავს ბევრი თუ არ ყავს რადონის ფუტკარია როგორ არის ეს ყველაფერი თან ეს დაკვირვება ხდება და ჩანაწერებსაც ვაკეთებთ ადრე გაზაფხულზე ღალიანობის წინა პერიოდში და თუ ვინიცობა ღალიანობის წინა პერიოდში ვერ ესე იგი გასინჯეთ შეგიძლიათ თავს რო გამოიღებთ მაშინ გამოღების დროს გადაალაგოთ თან ეს უფრო ხელსაყრელი მომენტი არის თან გადაალაგოთ ფიჭები თაფლიანი ფიჭები ერთ ადგილას ფუტკრისთვის გამოსაღები ცალკე ამოიღოთ და ზოგიერთის ფიჭის ისა ჩარჩოს შეცვლაც კი დაგჭირდეს ზოგი ძალიან ჩამოშენებულია და ნახევარ ჩამოშენებული ჩაუდგათ ესე იგი ეს გადასინჯვა ხდება აი უკვე ნელ-ნელა ემზადები ზამთრისათვის უკვე რახან თაფს იღებ ამ დროს ზოგ სწოლელას აქვს დადანისკები აქვს და თავისუფლად შეგიძლიათ რომ პარალელურად ეს შემოწმებად გააკეთო და გადაალაგოთ ფიჭები აი ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა რომ თაფლი გამოგვიღია საკუჭნავოდან ბუდიდან ბოლო ჩარჩოები ამოგვიცლია ორი და ამ დროს შუაში ყოფილა ისე რომ თუ ბარტყი აქვს იქ მერე თლად ცარიელი ჩარჩო დარჩენილა ხო და ამ დროს ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ ეს ყველაფერი გადავალაგოთ და დავაწყოთ ისე რომ ფუტკარს არ გაუჭირდეს მერე თვითონაც ახლა იმ დროისათვის უკვე ვეღარ ისე შემოტანის ვარიანტი აღარ არის თაფლის რომ თაფლი ჩაასხას და ამ დროს შენ უნდა დააფიქსირო რომელი ჩარჩო იყო უთაფლო რომ თაფლის გარეშე რომ ის გადმოიტანო ან შემოდგომით ამოვაცარო და მის ადგილას ჩაუდგა თაფლიანი ესე იგი ეს მეორე შემოწმება უფრო წერნაცავ თქვი უფრო უპრიანია თაფლის გამოღების დროს ვინაიდან უკვე შეხება გას თაფლის გამოღება დაბლაბუდებსაც შეეხები ამ დროს უფრო ჯობია ეხლა მესამე შემოწმება მე ყოველთვის ასე ვაკეთებ და თქვენც გირჩევთ რომ ძალიან პრაქტიკულია უფრო ვინაიდან ვაზამთრებთ უკვე ის უკვე ისეთი პერიოდია მაგალითად რომ აი რადონის ფუტკარია უკვე მოქცეული მამლები აღარ აყავთ თავის ხადია თუ შემცირებულია იმას ნაკლებ თაფსა და იმდენ რაოდენობის უტევთ რანც უტოვებთ რამდენიც მათ ეყოფათ ხო და თან ეს გადავალაგებთ ამ თაფლს ფუტკართან დაკავშირებით რამდენია რაოდენობით ფუტკარი და იმის შემდეგ ვაზამთრებთ ხო და ეს მესამე შემოწმება უკვე ისეთ შემოწმებაა რომ ზამთარი უნდა გამოიაროს უნდა გაითვალისწინოთ რომ 2-3 თვეც ზოგჯერ საკმარისი არ არის მეგობრებო ზოგჯერ დაიწყება თქვათ ნოემბრის ბოლოს და მთავრდება აი თქვათ ეხლა თოვლიანი წვიმიანი მარტი მე აპრილის გადაება უნდა ერთი თვე რეზერვში კიდევ დაამატოს შენთვის რომ აი ვიდრე აყვავდება თქვათ ხეხილი რაღაცები მადამდე რომ გაიტანოს მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინოთ რომ სარეზერვო ხოგად ჩარჩოები მე ადრეს გადაცემაში გითხარით რომ სარეზერვო ჩარჩოები თაფლიანი უნდა გქონდეთ რომ ვინიცობა ჩაუდგათ დიახ ბატონო ჩემო თუ ვინიცობა ჩანაწერში დგართ რომ აი ამ адам ფუტკრის კაში ესა და ეს ჩარჩო ნაკლებად თაფლიანია ზუსტად ის ხო აღნიშნული გექნება მიხვალ და ნახავთ შესაყრელი ამინდი და დროთუა გამოუცვლით იმ ჩარჩოს ისე რომ ეს სამი ხილვა ისა თლიანი შემოწმება სრულიად საკმარისია ფუტკრის მეურნეობისათვის ვისაც დიდი მეურნეობები აქვს ვისაც ახლა რამდენიმეს გაყავს ეგ ადვილია მაგას შეიძლება 1-2 საათშიც მორჩე ისე რომ ძალიან რთული ის არის ვისაც დიდი საფუტკრეები აქვს ყოველი ჩარჩო შენ გასინჯო გადააწყვე გადმოაწყვე დიდი შრომატევადია მაგრამ სამაგიეროდ კარგია შემდეგი მინახავს ფუტკარი როგორ ყრის თეთრ ჭუპრებს მეგობრებო თეთრი ჭუპრები ყველას უნახია მეფუტკრებს დამწყე მეფუტკრებს ეს უფრო პროფესიონალ მეფუტკრებს მეგობრებო აქ რა ხდება იცი ზოგჯერ უკვე რომ უნდა ამოვიდეს და უნდა გადახუროს ხედავს რომ მუშა ფუტკარი რომ გადახუროს არ არის სრულად
და ან გამხმარია ან არ ტოკავს რაღაცა, ესე იგი რის ბრალია რაღაცა დააკლდა იმას საკვები, ან ყვავილის ტვერი დააკლდა, ან ფუტკრიძე დააკლდა, ან თაფლი დააკლდა, ან ტკიპები ყავს უამრავი შიგნით უკვე განვითარებული, მე გითხარით ადრე ტკიპას დევს ვარვატოზა დევს იმ დროს, როცა უნდა დახუროს, აი ზუსტად მაგ დროს თუ მრავალი აქვს, ის უკვე სისხლგამოწოვილია ფაქტიურად და ესე იგი ამ დროს ის უარგისი ფუტკარს გამოაქვს, ეს თეთრი მატლი არის, გადმოაგდებს და ახლა საგანგაშო არ არის მეგობრებო, ეს ყოველთვის ხდება, ვისაც დიდი საფუტკრები აქვს, ამას შეხვდებით ყოველთვის და ვისაც ინდივიდი თქვათ ახალი დამწყებია და 2-3 ოჯახი ყავს და რაღაცა შეგაშინდებათ, ეს ყოველთვის არსებობს, ზოგჯერ გაციებულია ეს ბარტყი, აი თქვათ ახლა დიდი ზამთარი წამოვიდა თებერვლის თვეში, თოვლი რაღაცა სიცივე ყინვები და შეიძლება ფუტკარი მოტყუებული იყო, თბილი ამინდები რო იყო და ბოლო ჩარჩოზე მე ეს ჩაკვერცხილი, ჩაბარტყული სრული არ იყოს, საღი არ იყოს მატლი და გადმოაგდოს. თავისთავად ცხადია, ასეთი რაღაცები ხდება. თვითონ ახლა შეხედავთ, რომ არ ტოკავს და რაღაცა, ესე იგი მკვდარია ის. და თავისთავად ცხადია, ფუტკარი გადმოაგდებს. ისე ხელჩასაქმნები არ არის ეგა და გულგასახით კი არ არის, ასეთი რაღაცები ხდება, მეგობრებო. ესე იგი არ ვითარდება, არ განვითარდა და ის რაღაც დაელოდოს ფუტკარი ამოიღებს და გადმოაგდებს. რამდენად მართებულია თაფლის მოთავსება ცინკის, რკინის, მუხის კასრებში, მეგობრებო. ეხლა მე ადრეც გითხარით, ყველაზე უპრიანია შუშის და აი პიშევოი იმას რო უწოდებენ ბალონებს, სპეციალური თაფლის ბალონები აი იქა იმაში და წიფლის აი გქონდათ ასეთი ადრე თავს რო ყიდიდნენ ბავშვობის წლებში წიფლის კასრები იყო და იმაში ესხა თაფლი წიფლის გემოს არ მიცემს, გემოს და მუხაში ჩასმული მიცემს აუცილებლად გემოს რკინა მიცემს თავისთავად ცხად გემოსაც და საერთოდ ფერსაც კი წარმოიდგინეთ ცინკი მით უმეტეს ეს ცინკი არის ტყვია მეგობრებო და ყოველად დაუშვებელია არაფერ ჯიდებით არ შეიძლება ცინკის, რკინის, მუხის და აი ასეთი მსგავსი პლასტმასის სუნი ხუბს რომ მოხედავს სუნი, ძაფრის სუნი ამოდის ასეთ კასრებში ჩასხმა არ შეიძლება მეგობრებო. ასე რომ უნდა მოვერიდოთ. შეიძლება თუ არა ფუტკრის ოჯახს მივცეთ ახალი დედა თუ მას დაწყებული აქვს სადედეების მშენებლობა და უკვე კვერცხიც დევს უჯრედში. მეგობრებო, ახლა დედას რომ მიცემ, ესე იგი თუ მას სადედეები აქვს ჩამოშენებული, მაშინ დედას რომ მიცემ და თუ მიიღო ის დედა, მაშინ იმ სადედებს გააფუჭებს, მაგრამ რა გარანტია რომ ეხლა ყოფილა შემთხვევა მეც გამიკეთებია ასე და დედა მოუკლავთ უკვე გამოსვლის პერიოდში ან მიმიცია და გამოსულა იმ დროს და მაგრამ ყოფილა ესეთი შემთხვევა რომ თუ ეხლა ნორმალური დედაა და უნდა მისცე მაინც და მაინც და უკვე მომწიფებულია დედა ყველაფერი, მაშინ ის სადედები უნდა ჩამოაშენო, ისა მაბაბათეთ ჩამოშენებული სადედები უნდა ჩამოშალოთ და ისე უნდა მიცეთ დედა თუ არა ბევრ შემთხვევაში დედას მოკლავენ. მით უმეტეს რომ ყოფილა შემთხვევა რომ მიმიცია და მე მიუბრუნებულ ვარ, შემიმჩნევია რომ რაღაც სადედეს წინა მხარეს მოჭმული აქვს თავი, ხო და მithქვია რომ ახლა უცბად გამოვა და მოხდება ერთმანეთში შებრძოლება ან ახალ შეყვანილი დედას მოკლავენ. და ყოფილა შემთხვევა ახლა ზოგი ახლა შეკითხვა მიცმოცა თქვა რომ აი თქვა გამოვიდა ერთი დედა და დანარჩენებს რა უყოთ მეგობრებო ყოველთვის დედა თუ ნორმალური გამოდის თვითონ დედა კი არ შლის იმას სადედებს თვითონ მუშაფუტკარი შლის იმას აფუჭებს და ერთ დედაზე ტოვებს თუ მაგალითად სადედეები არის რამდენიმე და ორი ერთად გამოვიდა
მაშინ ისინი ერთმანეთს წაეჩუბებიან და ძლიერ რჩება, სუსტი კვდება. მაგრამ ყოფილა შემთხვევა, რომ აი ორ ჩხუბში ვინც დარჩენილა, რომელიც დარჩენილაძლიერად რომელიც ითვლება, ის ერთი ხომ მოკვდა, ესე ძლიერი, რომელსაც ჩვენ ძლიერს უწოდებთ, შეიძლება ფრთა არ აქვს, შეიძლება ფეხი არ აქვს, თუ ფრთა არ აქვს და მომწიფებელია, მეგობრებო. და გარეთ შეჯვარებული არ არის, თავისთავად ცხადია, ესე იგი ის ვერ გამოფრინდება და ვერ შეჯვარდება. უნდა დააკვირდეთ დედა სრული დარჩა თუ არა იმის შემდეგ. თუ მაგალითად გამოვიდა, შენ თვითონვე უნდა ჩამოუშალო. თუ არა თვითონ ზოგჯერ ფუტკრებით შლიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბევრ შემთხვევაში ყოფილა, რომ ეს მუშა ფუტკარით უცდის, რომელიც უფრო ძლიერია, ის რომ დაიტოვოს და ამ შემთხვევაში წენას გითხარით, ორი თუ გამოვიდა ერთმანეთში ჩხუბობს, თუ სამია, მით უმეტეს ერთმანეთში ჩხუბობენ და ძლიერი რჩება. ისე რომ თვითონ დედა ფუტკარი არ შლის, ამას მუშა ფუტკარი აფუჭებს დანარჩენებს და ხოცავს და ეს ერთი ძირითადი, რომელიც ნორმალურია, იმას იტოვებენ. მერე შეიძლება თუ არა ფუტკრის ოჯახს მივცეთ ახალი დედა თუ მას ხო ეს აი ცოტა სხვანაირად შემეკითხა მივცეთ გაუნაყოფიერებელი დედა აი ეს იმ საკითხთან დაკავშირებით მეგობრებო ახლა თუ ისიც გაუნაყოფიერებელი რო გამოვა ის გაუნაყოფიერებელი ესეც გაუნაყოფიერებელია შეიძლება მივცეთ, ოღონდ ისინი უნდა ჩამოაშალოთ. იგივე ვარიანტია. ახლა ორი შეკითხვა იყო ასეთი, სხვადასხვა და მსგავსია ორივე. და თუ განაყოფიერებულია, მაშინ მთლიანად უნდა ჩამოშალოთ და ჩაუდგათ გალით, ცოტა ხანში დააცადოთ, 1-2 საათში, მერე გამოუშვათ. უკვე მიიღებს ფუტკარი. წინადე შემთხვევაში არ მიიღებს. ზოგჯერ თაფლი მალე იცვლის ფერს და სქელდება რატომ მეგობრებო ისა თაფლის ფერი, სუნი, გემო დამოკიდებულია საიდან შემოვიტანა ნექტარი, საიდან შემოვიდა. თავისთავად ცხადია, ახლა არის მცენარეები, რომელიც ადრე სქელდება, მაგალითად ძიძოს თაფლი, აი ზოგჯერ ყოფილა საკუჭნაოშიც კი მინახია შესქელებული და ძლივს გამოდის თაფლი, ციბროთში რო ჩამიდია, ძლივს გამოდის. ზოგჯერ ნახევარი ზედარჩება, თუ ერთხელ რაღაცა ისეთი ამინდი დაემთხვა, ცივი ამინდი და მაღლა ფუტკარი იმდენად აღარ მოძრაობს, ესე იგი ის შიგნით მაგრდება და ციბრუთშიც არ გამოდის. არის ეგ დამოკიდებულია ყვავილებზეც, დამოკიდებულია საერთოდ აი მთლიანი ისა საფუტკრე სადაგ აქვს, მარტო შეიძლება მრავალფეროვანი ყვავილებისგან შემოდის. არის აი მომენტებში მაგალითად თაფლი როდესაც ჩაგვისხია მომენტებში კოლტი პატარ-პატარები სადღაც შესქელებულია რო ვასხამთ, ესე იგი სადღაც ერთად მოიყარა თავი ისეთმა ნექტარმა რომელიც მალე სქელდება. ხო და წარმოიდგინეთ თქვენ რომ არის ისეთები რომელიც მაგალითად გვიან ესე იგი ინარჩუნებს და არასქელდება. მაგრამ საერთოდ სიცივეს დროს ყველა სქელდება მეგობრებო. ყველა სქელდება. წაბლი მაგალითად 50% სქელდება, 50 თხელია. არის ხვებიც, მაგრამ ძალიან ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ ძალიან ისე ახლა კი არ კრისტალდება, ის სქელდება, როგორც ქვა ისეთი ხდება. ის არის ერთფეროვანი ერთი ნექტარისგან შემოტანილი თაფლი და სხვა რაღაცები არ ურევია. ეხლა ცაცხვი და აკაცია ინარჩუნებს დიდხანს რო თხელი იყოს. ეხლა მე ვერ ვიტყვი რომ ეს ზამთარის გაიტანს და ისეთი იქნება, ისიც სქელდება, მაგრამ აი ძიძოსთან შედარებით რომელიც გითხარით არა, ის უფრო მალე სქელდება. ისე რომ და ფერის და სუნიც და ეს სისქეს დამოკიდებულია ნექტარი საიდანაა შემოტანილი, საიდან შემოიტანა. ასე რომ ეგ ახლა ჩვენ მაგას ახლა ცალკე გინახიათ კონკრეტულად რო ვთქვათ, აი ერთი თუნდაც სადეთ, ერთი სკიდა რო ამოიღებთ, ცალკე ჩაასხით, აი მეორე სკიდა რო ამოიღებთ, ისიც ცალკე ჩაასხით,
ხო ახლოს იქნება, მაგრამ განსხვავება მცირეოდენი მაინც არის და ახლა მით უმეტეს რომ აი საფუტკრე გაყოფილი ყავს ორად და ზოგი იქით მიდით აღმოსავლეთ, ზოგი დასავლეთით, ზოგი ჩრდილოეთ რაღაცა და სხვა ადგილიდან მოაქვთ. ესე იგი სხვა ნექტარია. ხა წარმოიდგინეთ თქვენ ერთად დიდ კაცი რო ჩავასხამთ, ის ერთმანეთში ერევა და თავისთავად ცხადია ის რომელიც უფრო მეტია მაგალითად იქით გადაყავს უფრო აი თქვათ ისეთი სამყურა არის და ის გვიან თხელია გვიანობამდე თუ ის მოყვა თავისთავად ცხადია ბევრია ესე იგი ინარჩუნებს თხელია და ინარჩუნებს როგორ იცი ფერიც განსხვავებული აქვს და ისეთნაირად არის რომ ახლა ზოგჯერ არის ყოფილი აი წეგნაცავ თქვი ცალკე რო ჩაასხამ აი ჩაგისხია ბანკებში ერთ რამდენიმე დღის შემდეგ გითხვია კაცო ახლა როგორ ხო ერთი საფუტკრეა მაგრამ განსხვავება მცირეოდენი არის ასე რომ გარემო პირობებზე ნექტარზეა დამოკიდებული ფერიც სუნის და გემოც და სითხეც დამოკიდებულია იმაზე საიდან შემოიტანა თუ თხელია თავისთავად ცხადია ეს სხვა არის თუ სქელია უფრო გითხარით ყველაზე ახლა ფათალო და ის არის ძიძო რომელიც აი როგორც ჩაკირვა ესე აი ისეთნაირად რომ ძლივს გამოდის ადრეულად უნდა გამოიღო და უნდა სხვა სკიდან გამოღებული ან დაბლაძირის ფიჭიდან გარეული ერთმანეთში დიდხანს რჩება თხელი. შემდეგი რამდენად მიზანშეწონილია თაფლიანი ხელსაწყოების ვედროს საწურის და კოზის და რაღაც ესეთი რასაც თაფლის გამოღების დროს ხმარობ რომ დაუდგათ გასალოკად ფუტკარს რაღაც ახლოს ახლა მე როგორც შემეკითხა აი ერთხელ ვცადეო და ფუტკარის აირიაო რომ შემეშინდაო რაღაცა ისევ შევიტანეო და რაღაც ძლივს მოვაცილე ფუტკარი არ შეიძლება მეგობრებო თუ ახლა ერთი ოჯახი ყავს და შენს ირგვლივ არავით არის სხვა ფუტკარი არ არსებობს 1-2 კილომეტრით კი ბატონო თუ ერთი ოჯახი ყავს თუ ორი ოჯახი ყავს გამორიცხულია ორი ოჯახი და ზევით თუ ყავს გამორიცხულია შენ იქ სადმე დაუდგა თქვა 50 თუნდაც 60 და თუნდაც ხვირწინ სადღაც რომ დაუდგა სკას გასალოკად კი შეგეცოდება ის წყალში რომ გარეცხო რაღაცა მაგრამ მე ადრეს გითხარით განარიცხებს მე აგროვებენ ეს მეფუტკრეები და თაფლის არახსა ხდიან ასე რომ არაფრის ძდებით არ შეიძლება ჩხუბი მოეწყო გახდეს მაგათი ეს საერთოდ როგორ არის იცი მთლიანად ყოფილი ასეთი შემთხვევა მეც მომსვლია რომ ესე იგი გასალოკად რო დამიდია ზოგჯერ ყოფილა მithქვია რომ ახლა გამოუსწელი ვიყავი ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და რაღაც ახლა სიახლოვეს 100 მეტრაში ანათალისკის ზოგიერთი ჩავყარე და შემეცოდა რომ ახლა ეს არახს არ ვხდიდი მაშინ და მეთქი როგორ იმდენი ფუტკარია და იმდენი დაიხოცა ერთმანეთში დაერივნენ იქავე რომ კარგია რომ სკებზე არ გადმოვიდა თუ სკებზე გადმოვიდა და ერთმანეთს ამოხოცავდნენ არაფრის ძდებით არ შეიძლება მეგობრებო მოერიდეთ ძალიან ფუტკარი ახლა მე ადრეს გითხარით არის ეს ბუნების მესაიდუმლე წერი და მართალია ყოველთვის შენ ვერ დაიმორჩილებ მათ ისეთი კანონები აქვს მკაცრი კანონები რომ თუ ერთხელ შეიჭრა რომელიმე სკიდან რომელიმე სკაში ფუტკარი არაფრის დიდებით თუ ის დაესია შენ იმას ვეღარ განაზოგადებ კი არის ახლა წერია იქა რომ აი მაგალითად ნიორს წაუსვამ ნავთს წაუსვამ ბენზინს წაუსვავ და სუნი კიერიდება ერთი რამდენიმე ხანი ცოტა ხანი მოერიდება მაგრამ იმასაც შეეჩვევა და მაინც შეიჭრება ასე რომ სიფრთხილე უნდა ვიქონიოთ მეგობრებო შეიძლება იმათმა ჩხუბმა ერთმანეთში ამოწყვიტოს მთლიანი საფუტკრეს კი აი წარმოიდგინეთ ახლა გააჩნია საფუტკრეს ახლა თუ ახლა 100 და 200 ოჯახი ყავს იქ არ შეიძლება მაგდენს ვერ ამოწყვეტავს მაგრამ ხო არის მომენტი რომ დაესია და
ამოწყვიტეს თქვა 2-3 ოჯახი. ეგეც დიდი ზარალია, მეგობრებო. არაფრიდებით არ შეიძლება სიახლოვეს დადგმა. მაინც და მაინც თუ გინდათ 150 მეტრის, 200 მეტრის მოშორებით შეიძლება დადგათ, მაგრამ იქაც მე თუ გამოწურვის შემდეგ სიცარიელე ფუტკარმა იგრძნო და იქ ავარებელი ფუტკარი ირევაში მიდის, მოძრაობს, შედის ყველა ფუტკრის კარ გრძნობს და ფუტკარი რომ იქ ღალა სადღაც და ამ დროს ეძებენ და სუსტ ოჯახებში ძრებიან და ერთმანეთს ამოხოცვა იწყება. არაფრიდებით არ შეიძლება. ეხლა ძალიან გამიგრძელდა ესა, მაგრამ ვინც ეს მომწერა არ შეიძლება, მეგობრებო. ჯობია გარეცხოთ ეს ნარეცხი შეაგროვოთ. ბოლო შემოდგომით, გვიან შემოდგომით ეს ნარეცხი დაამატოთ კიდევ თუ ძალიან ის არ არის, ტკბილი არ არის, დაამატოთ თაფლი, გახსნათ ნარჩენი თაფლი და ჩაუდგათ ფუტკარს და მისცეთ. ან თუ არახს ახდით, იქ არახში გამოიყენოთ ის ანარეცხი. ჯობია ასე, ვიდრე დაუდგათ გასალოკად ფუტკარს. ხო, რამდენიმე სადედეზან პირველად გამოსული დედა აფუჭებს სხვა სადედების თუ არა. მეგობრებო, წეანაცავ თქვი ეს საკითხი, მსგავსი საკითხია რაღაცა ეს სამი საკითხი ერთმანეთისგან. დედა არასდროს არ აფუჭებს თვითონ, მეგობრებო. დედასთან გვერდზე რო გამოვა, უკვე დაждდებს ფუტკარი გვერდზე, დაждდებს დაცვასავით იმ დედას. ხო და თვითონ მუშა ფუტკარი აფუჭებს. ხედავს რომ კონკურენტია, ცოტა ხანში კონკურენტი დაიბადება და ხოცავს. თუ ვინცობა არ გააფუჭა, გამოვა, მე წეღნაცავ თქვი იჩხუბებენ და ძლიერი რჩება. თუ ძლიერი დარჩება, ესე იგი ისაც უნდა დავაკვირდეთ, წეღნაცავ თქვი ფთა მოტეხილი არ უნდა იყოს, ფეხმოტეხილი არ უნდა იყოს, ფეხმოტეხილი კიდე თუ განაყოფიერებული დედა არის, მაშინ შეიძლება, მაგრამ თუ ახალ გამოსულზეა ლაპარაკი, მე როგორც შეკითხვა მომწეს, არაფრის დიდებით, მეგობრებო, დედა მას არ გააფუჭებს, მაგრამ თუ კონკურენტი დაინახა და ის არის გამოვიდა ამ დროს ხო არის, ერთად წეანაცავ თქვი, ერთად გამოდის. აი მაშინ ჩხუბი მოდის და ერთ-ერთი რჩება, ერთი კვდება. ასე რომ დაიმახსოვრეთ არასდროს თვითონ დედა ფუტკარს იმდენად პატივსაცემენ მუშა ფუტკარი, რომ თვითონ მუშა ფუტკარი იმას ხედავს, რომ ძლიერია და დანარჩენებს თვითონ მუშა ფუტკარი აფუჭებს. ხო, ერთი შეკითხვა შემოვიდა ესეთი, შეიძლება კარგით, შეიძლება მართლაც ნორმალური, მეგობრებო. ესე იგი, რამდენ წელს და რამდენ საუკუნეს მოიცავს ფუტკრის ისტორია. მეგობრებო, ფუტკარი 100 მილიონ წელიწადს ითვლის, რაც გაჩნდა ფუტკარი. 100 მილიონ წელიწადს. წარმოიდგინეთ, მუტაცია ნაკლებად განიცადა ფუტკარმა. ფუტკრის ოჯახში შედიან კალიები, კრაზანები და მისი მსგავსი, რომელიც 6 წახნაგიან ფიჭებს აშენებენ, ბუდეს აშენებენ. თვითონ კრაზანას 6 წახნაგიანს აშენებს, მეგობრებო, და ფუტკარიც. ერთი ოჯახისაა, მაგრამ მუტაცია წენაცად თქვი, ნაკლებად განიცადა ფუტკარმა. ფუტკარი დარჩა იგივე, ფუტკარი რაც იყო 100 მილიონი წლის წინ, მართალი არის ჯიშებში განსხვავება, ზოგი დიდი, ზოგი წვრილი, ზოგი რუხი ფერის, ზოგი ყავისფერო ფერის, ზოგი თაფლისფერის არის, ასეთი ჯიშია, მაგრამ ფუტკარია ისიც ფუტკარია. ფუტკარზეა ლაპარაკი აქა და რა ჯიშებზე, აი თქვათ, ეხლა ხო არის მაგალითად ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანი, რუსი, თქვათ ინგლისელი და აი ეს ხალხები ფუტკარიც ასეა ეხლა ადამიანები არიან სულ ყველა და ფუტკარია ისიც განსხვავებაა რა თქმა უნდა მოცულობაში, ფერში და ენერგიულ მუშაობაში. ეხლა ქართული ჯიშის ფუტკარი ძლიერია, მაგრამ იტალიური ჯიშის ფუტკარი ძლიერია. ფერი განსხვავებულია და ეხლა ფუტკარი დარჩა 100 მილიონი წელი გავიდა, მუტაცია ნაკლებად განიცადა და დარჩა ჩვეულებრივი ფუტკარა და როგორ არის იცი? ის სახე შეინარჩუნა, რაც დღესდღეობით აქვს ფუტკარს. ეს დიდი პერიოდია გამოვლილი ფუტკარს, ის რომ დიდი ისტორია აქვს. ადრე ჰქონდათ მუზეუმები, მეც დავაპირე ერთი მუზეუმის გახსნა
შევაგროვე ძველი სკები, ეს გეჯასკები, რაღაცები, ისტორიული რაღაც გვინდოდა, მაგრამ ძალიან დიდი ტერიტორია უნდოდა, რომ ეს ყველაფერი მოგვექცია ისეთნაირად, რომ ყველაფერის ნიმუში ყოფილიყო ისტორიული, ახლა მაგალითად დაცული მუზეუმებში ფუტკარი რომ გაჩნდა და აი იქიდან მოყოლებული დაფიქსირებულია რომ 100 მილიონი წლის წინანდელი ნეშთიც კი ნახეს ისეთნაირი ქვაზე ასახული და პატარა პერიოდი არ არის მეგობრებო, პატარა მწერი, უხერხემლო მწერი, რომ აქამდე შეინარჩუნა თავისი ქცევები, წესები, კანონები და ყველაფერი. ასე რომ ეს ვინც მომცა შეკითხა, მეგონი სრული პასუხი გავეცი და ეს კითხვები, რომელიც მე ახლა გითხარით, ძირითადი აქცენტი გაატანილიყო, აი ზამთრის პერიოდი გადის ობზე. კარგად, მე მგონი, კარგად ახსენი. აუცილებლად მეგობრებო, ობიც გადამდებია, თქვენ რო იცოდეთ, თუ მით უმეტეს ჭეოს აქვს ობი გაჩენილი. ყვავილის ტვერი რო შედის, ის ყვავილის ტვერი ქვია, ვიდრე შევა და როდესაც ის შიგნით გადაამუშავებს, თაფში გადაზელავს და უჯრედში ჩაასხავს, ისა ჩატენის ამ ყვავილს და თაფში შეზელავს, ის უკვე ჭეოა. ჭეო ინახება გერმეტიულად დახურული თაფში. თუ იმას გაუჩნდა ობი, ის ობი გადადის, ეს ავადმყოფობაა. გადავა მეორე ჩარჩოზეც. და თუ სინესტეა შიგნით დაგროვილი, შეიძლება მესამეზეც გადავიდეს. ასე რომ მოვერიდოთ მეგობრებო, დავიცვათ ის, რაც თქვი. სიმშრალე, სინესტე არ უნდა იყოს და ყველაფერი. ესე იგი, ეს ყველაფერი მაინც დავიწყეთ ობიდან და გავედით აგერ ისტორიამდე, ფუტკრის ისტორიამდე. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. ეს იყო მე-16 გადაცემა. შემდეგისათვის უფრო საუკეთესო თემას მოვამზადებთ. მრავალი საკითხებით და დაგემშვიდობებით ახლა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. მომავალ შეხვედრამდე.